და ეხლა საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, წონითი კატეგორიის თვალსაზრისით. თუმცა როგორც ამობენ, ის 77-ზე ცოტა უფრო მეტია, დაახლოებით 80-ის ფარგლებში არის და პირიქით იკელებს აქაც ჩამოსასვლელად და წონის შესანარჩუნებლად. დაიწყო ეს შეხვედრა, დაიწყო ფინალური დაპირისპირება 77 კილოგრამში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ წითელი ფორმით ჭიდაობს აჭარის წარმომადგენელი რამაზ ზოიძე, ის ხელვაჩაურელი გახლავთ, ხოლო მისი მეტოქი არის გარდაბნელი თემურ ორჯონიკიძე. ზოიძემ ფინალამდე ჩაატარა 3 შეხვედრა. მოუგო გიორგი ურუშაძეს, ასევე აჭარის წარმომადგენელს, იგივე თოლორდავას, რომელიც ჩვენ ეხლა ვნახეთ და ნახევარფინალში დაამარცხა აბაშიძე, ამათი დაპირისპირება ჩვენ უკვე ვნახეთ ეხლა, ხოლო რაც შეეხება ორჯონიკიძეს, მან პირველ წრეში მოუგო ფიფიას, ჩვენ მისი ჭიდაობა არ გვინახია დღეს, იმიტომ რომ მეტოქი არ გამოუცხადდა. შემდეგ თავისივე ძმა ლევან ორჯონიკიძე დაამარცხა და შემდეგ აჯობა სენაკა საჩინო დავითაიას, რომელმაც არ იჭიდავა ფიფიასთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა. ბარემ აქვე გეტყვით თუ როგორი იყო წინა ჩემპიონატზე საპრიზო სამეული. აი აქ ახლა ორჯონიკიძე დასაჯეს პასიურობისთვის, შესაბამისად ქულა მიიღო ზოიძემ და ჩააყენებინა მეტოქე ჩოგჯენში. ჩოგჯენი მისთვისაც ერთ-ერთი კარგი და ესეთი საყვარელი მილეთია თუ მდგომარეობა და კოზირი. ნახოთ როგორ შეძლებს ახლა ამ კოზირის გამოყენებას. ხელი კარგად შეკრა, წავიდა შეტევაზეც. ერთი მცდელობა რო წამოიწე, მეორე მცდელობაც. აი აქ კიდე მესამე, მაგრამ ორჯონიკიძე ჩვენურად ცოცავს, გადის უფრო გარეთ და აი ხა კარგადაც დატრიალდა. ორჯონიკიძემ შეიძლება ითქვას თავმად, რომ ორჯონიკიძემ არ მისცა ზოიძეს ჩოგჯენის გამოყენების საშუალება დგომში გრძელდება შეხვედრა. მე კი შეგახსენებთ, რომ წინა ჩემპიონატზე აქ საპრიზო სამეული ესეთი გახდა, ჩემპიონი გახდა ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელმაც წლეულს 72 კილოგრამში ჩამოინაცვლა და იქ გაიმარჯვა. აი გუშინ იყო ეს ფინალი. ვერცხლი მაშინ მოიპოვა თორნიკე მიქელაძემ, რომელიც წლეულს პირიქით ზევით 82 კილოგრამში გამოვიდა და გუშინ მან ფინალი იჭიდავა, თუმცა დამარცხდა. აქ მესამე პრიზიორები იყვნენ საჩინო დავითაიე და გარდაბნელი ნიკა ჭიკაძე. წელს ახლა ახალი პრიზიორები ბრინჯაოს მედალოსთან მოყოლება. აი აქ ახლა მოძრაობაზე კარგად დაიჭირა მეტოქე ორჯონიკიძემაც და აი ჩოგჯენიდან უნდა დაატრიალა. ერთი, თუმცა შეიძლება კიდე გაგრძელდეს აქ. აქ აჭარლებმა შემოაგდეს ახლა უკვე ჩელენჯი. ვერ გეტყვით ახლა ისინი რასა პროტესტებდნენ. ალბათ თანათან გავიგებთ ამასაც. აქ ახლა კისრულზე წამოღება უნდოდა თავიდან ზოიძეს, მაგრამ მანაც ვერ შეძლო და თან ძალიან მომზადებულიც დაუხდა ამ მოძრაობას ორჯონიკიძე, რომელმაც მოახერხა უკვე მისი გადაყვანა და შემდეგ დაატრიალა კიდევაც ჩოგჯენიდან. აი ამ ფინალის დასრულებისთანავე გაიმართება 67 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი დაწყვიტეს. ორი ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ჯერ ტაბლო გასწორებული არ არის და დაველოდოთ რუდის გასწორება. როგორც ჩანს იქ მართალი იყო ზოიძე და წესის დარღვევით ჩაიყვანა მართლაც ორჯონიკიძემ. საერთოდ გააუქმეს ეს 4 ქულა, ანუ დაყვანა და მე დატრელება მთელი ეპიზოდი გააუქმეს. 1-0 გახლავთ ანგარიში ზოიძის სასარგებლოდ.
დამთავრდა პირველი პერიოდი და ნახევარწუთიანი შესვენება. უნდებიან ლეიბზე და იწყება მეორე პერიოდი, რომელიც ყოველთვის დაძაბული იქნება, ანგარიში მხოლოდ ერთი თული გახლავთ რამაზოიძის სასარგებლოდ. უნებრივია რომ ორჯონიკიძეს მართავს გააქტიურება და მართლაც ძალიან აქტიურად დაიწყო მან შეხვედრა და შეტევა. თუმცა ამ დაუწერელი კანონით ახლა მეორე პერიოდში ზოიძეს გააქტიურებენ. დაუსრულებად ზოიძეს აიძულებს რომ უფრო აქტიური იყოს და მიიღოს სასჯელი. ერთი წუთი ისურვება საჯერობით შეუფასებია მას არც ერთი სპორტსმენი და აქ ზოიძე მოახერხა მეტოქის გადაყვანა ორქულიანზე ჩოგიონში ჩაყვანა და 3-0 დაწინაურდა. ამ ეპიზოდში კარგი იყო ზოიძე, სავსებით დამსახურებლად მიიღო მან ეს 3-0. გომში გზავდება შეხვედრა ზონის ცენტრში არიან ორივენი. ჯერჯერობით შეტევას და გამწვავებას არც ერთი არ ფიქრობს. ცდილობები შეისაძულა უფრო ორჯონიკიძეს აქვს, რაც ნამდვილად არ არის ასაკური ანგარიშიდან გამომდინარე აგებსის. და ზევიდან ჭიდაობა სცადა და ზევიდან დატვირთვა მეტოქის ორჯონიკიძემ ზოიძე ამაზეც გაექცა. ხედავთ როგორი ჭიდაობაც არის ზონის ცენტრში. ახლა ეს ჭიდაობა აბსოლუტურად აძლევს ხელს ზოიძეს. ამასობაში 40 წამი რჩება უკვე პაექრობის დასრულებამდე, შესაბამისად ზოიძესაც სულ რაღაც რამდენიმე წამი აშორებს, რომ მესამე წონაშიც გახდეს საქართველოს ჩემპიონი. ორჯონიკიძე ვერ ახერხებს გარდატეხის შეტანას, რომ შეცვალოს შეხვედრის სტილი. შეხვედრის სურათი, რომელიც აბსოლუტურად ზოიძისთვის არის სასარგებლო. ახლა თითქოს გარეთ გაყვანას ცდილობდა ორჯონიკიძე. მაგრამ მოძრაობაზე კარგადაც დაიჭირა იგი ზოიძემ, დაბლა ჩააგდო. და კიდევ ორი ქულა მიიღო. ზედ ბოლო წამებზე და რამაზ ზოიძე ხდება 77 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი, 2025 წლის ჩემპიონი.